თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმართება პროფესორების ნანა ხუბუტიასა და გიორგი ტოროშელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ფესტივალის დამფუძნებელი მევიოლინე მაია ჯანჯღავა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნუცა კასრეცი. Გამშვიდობისა, ქალბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე უშუალოდ ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალის შესახებ ვისაუბრებდეთ, პირველ რიგში გვინდა რომ გავიხსენოთ ქალბატონი ნანა ხუბუტია, შევახსენოთ მაყურებელს კიდევ ერთხელ მისი მოღვაწეობის, საქმიანობის, ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები. ქალბატონო ნუცა, თქვენ თვითონ დავიწყოთ და გითხრათ ეს მნიშვნელოვანი დეტალები და გაიხსენოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა ქალბატონი ნანას გახსენების საშუალება. ეს მართლაც განუმეორებელი თავისი პროფესიისადმი უანგაროდ შეყვარებული ადამიანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიული და პიროვნული თვისებებით. მე ბედნიერი ვიყავი იმითი, რომ ასპირანტურის და სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლები მისი ხელმძღვანელობით გავატარე. ჩემზე არ გავამახვილებ, რა თქმა უნდა, ყურადღებას მე მინდა უბრალოდ ფართო საზოგადოებას და მსმენელს კიდევ ერთხელ გაუზიარო ჩემი ძალიან დიდი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე ამ დიდი პიროვნებისგან. მან მართლაც თავისი ინდივიდუალური სკოლა შექმნა. ჯერ ის მოღვაწეობდა ჯამში 48 წელი მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მაგრამ უშუალოდ საფორტეპიანო კათედრაზე მან გაატარა 25 წელი. და აი ამ დროს მან მთელი პლეიადა გამოუშვა, იცით, პიანისტებისა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებენ ძალიან წარმატებულ მოღვაწეობას და მე ვფიქრობ, ყველას აერთიანებს სისადავე, გემოვნება და ეს ნანა ხუბუტიასეული უშუალო გულწრფელობა და მოკრძალებულობა. აი ეს და იცით რა, მას ამაღლებული სული ჰქონდა. აი ყოველთვის იგრძნობოდა მასში რაღაცა ისეთი ცოტა ამ ქვეყნიური ყოველდღიურობისგან მოწყვეტილი და მოკიდებულება, რაც ასე სჭირდება ჩვენ საქმეს და მე მართლაც მადლიერი ვარ, იცით, განსაკუთრებით ახლა რომ ვუყურებ უკვე კონსერვატორიის მთელი პერსონალის გადმოსახედიდან, იცით რა, როგორი დიდი საგანძური დავკარგეთ ჩვენ ქალბატონი ნანას სახით. აი გრიშინკო ფესტივალის პირველი კონცერტი ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მერე წლები გავიდა, ჯერ ისევ ძალიან ტკივნეული არის ქალბატონი ნანას დაკარგვით გამოწვეული. აი ეს ტკივილი ძალიან სენტიმენტებით ახსავსე და ალბათ სცენიდან მე პირადად გამიჭირდება კიდევაც საუბარი მის დამსახურების შესახებ. ქალბატონ მაია, ასე გიორგი ტოროშელიძის შესახებ რომ თქვათ, გავხსენოთ მისი ღვაწლი, მისი დამსახურებაც. იცით, არის აი გოგიბიძია და ნანა დეიდა ჩემთვის. ვერ ვიტყვი ესე ოფიციალური, მე მუშაობდი მათთან და წლების მანძილზე სალამ გარდაიცვალა ერთიც და მეორეც ბოლომდე ვიყავი და არ ვიცი, ეს მაგალითი იყო ოჯახური თანაცხოვრების, ადამიანობის, პროფესიონალიზმის, რა ვიცი, ყველას გვიხაროდა, ისე გვიხაროდა მისვლა, რომ არ ვიცი და იცით რა ხდებოდა, საოცარი იყო, გოგიბიძია აკეთებდა პროგრამას, გვამზადებინებდა ყველაფერს და მე ნანდეიდა შემოდიოდა ბოლო 3 რეპეტიცია, კარებს გააღებდა ნანდეიდა და გოგიბიძია სიტყვები მახსოვს, სულ ერთ და იგივეს ამბობდა. ეხლა მე ვდუმდები, ნანა შემოვიდა. და იქ მართლაც ესე ხდებოდა. რაღაცა აი ისეთი ბალანსი ჰქონდათ ერთმანეთში ჰარმონიული ურთიერთობა, რომ აი ხო არის რომ ქართული რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, რომ ქართული მამაკაცი ცოტა ისეთია, რომ ოჯახში ხელს ატყავს. არა, აი უციცოდნენ თავიანთი ღირსება, თავიანთი რაღაცა ისეთი ძალიან ნიჭიერი იყო და ძალიან ნიჭიერი ბგერები ესმოდა, სხვანაირად ესმოდა, ხედავდა ბგერებს, ფერებში ხედავდა და ეს ნანდი და გოგიბიძიამ რო იცოდა, ხო, გეუბნებით, აი მასალას მიაწვდიდა და მე ის მუშაობდა. რა არის ის მთავარი პროფესიული თვალსაზრისით, რაც თქვენ შემდგომ მუშაობაში გამოავლინეთ, აღმოაჩინეთ, რომ მათგან მიღებული ეს ცოდნა, ეს დამოკიდებულება საქმისადმი თქვენს შემოქმედებაშიც გადმოიტანეთ. ყველა მოწაფეს აქვს, აი
მარცვალი არა, მე მგონი ძალიან ბევრი მუსიკალური მასშტაბის შეგრძნებას გაძლევდნენ და რა ვიცი აი ესე დეტალებში ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აი ყველასთვის რომ შეხედო მათ რომ მოусვინო მათ მოსწავლეებს ხელწერა აქვთ რომ მათი მოსწავლეები დამფუძნებელი ამ ფესტივალის ორგანიზატორი ვარ და ოღონდაც ჩვენ გვაქვს ორგანიზაცია წინაპართა გამოცდილებით მომავლისაკენ და აი განაპირობა ამ ორი ადამიანის წარმოჩენა ზუსტად ამ ორგანიზაციის მიზანი არის ახალგაზრდა თაობის და ძველი თაობის უფრო დაახლოვება. მოგეხსენებათ რეალობა დღეს ჩვენთან, რომ ცოტა ადამიანები რაღაც ერთმანეთთან კომუნიკაციას ვეღარ ვახდენთ, უკვე ემოციურ კომუნიკაციას და რა ვიცი, ეს ფიქრობდით, რომ ახალგაზრდებს რომ ვაჩვენებთ, გავაგებინებთ მათი წინაპარის 8 წელს მეტად უფრო ემოციურად დადებითად იქნებიან, კარგად იქნებიან განწყობილები. როგორ მიმდინარეობს ფესტივალი გუშინ გაიხსნა, როგორც აღნიშნეთ და როგორი არის თქვა მონაწილეების ემოციური დამოკიდებულება რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მიმართ სამზადისით საინტერესო იქნებოდა თავისთავად და ის ყველაფერი რაც უკვე სცენაზე არის გადმოტანილი ის ემოციები, ის განცდა, ის დამოკიდებულება ეს ყველაფერი მაყურებლისათვის რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის სწორედ ემოციებით შემდგომ ის დახუნწული და დატვირთული მიემართება უკვე სახლში და დიდი ხნის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში მიხვება ეს სასიამოვნო ემოციები. საინტერესო არის თავად მონაწილეების შესახებ რომ მკითხოთ, ვინ არიან ჩართულები. დიახ, მართლაც თით რა არის ემოციური განწყობა არის ახლა ეს მოწაფეების სხვადასხვა თაობისები ვართ. არიან უფრო ახალგაზრდები, არიან უფრო შედარებით ვართ. სოლიდური ასაკის და კიდევ უფროსებიც და მართლა გვაერთიანებს ეს მადლიერების გრძნობა და გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა განსაკუთრებით რეპერტუარის შერჩევასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა შესრულების ხარისხთან თავისთავად, იმიტომ რომ ყოველი ჩვენი გამოსვლა იყო ქალბატონი ნანას წინაშე და ბატონი გოგის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ არ დაგვეღალატებინა მათთვის. არასდროს დამოვიწყება ქალბატონი ნანას ანთებული თვალები, რომ აი შედგა თუ ვერ შედგა და როცა შედგებოდა აი რა სიხარულით ახსოვსი და აი ესეთი განწყობა არის, ჩამოსულია ნინო გურევიჩი გერმანიიდან, ჩამოსულია თამარ ბეირაია, არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან და ძალიან ესეთი წარმატებული მოღვაწეობა აქვთ მათ ევროპაში. არის მაია თითქმის ყველა კონცერტში, ყველა ღონისძიებაში და ნაწარმოებში მონაწილეობს. რა ვიცი, ჩართულობა არის ძალიან მაღალი. უბრალოდ ეს მინდა აღნიშნო ხაზგასმით, რომ ფესტივალის აი ამ პირველ გამოშვებაში მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია ჩართული მათი აღზრდილებისა, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან დიდი არმია და ძალიან სერიოზული მუსიკოსები. მომავალში დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოვდება და პირადად ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის ნაწარმოები გაჟღერებული იყო, რაც ვთქვათ, მათი ხელმძღვანელობით, მათი უშუალო ჩართულობით და რა ვიცი, სწორედ აი ესეთით შევარჩიეთ და უკავშირდება. დიახ. ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება. რა წერტილში ვიმყოფებით ახლა. დიახ, აი ფორმატზე და რეპერტუარზე მინდა გკითხოთ სწორედ რა ფორმატით იმართება ფესტივალი და არ არის ეს მხოლოდ საკონცერტო ბუნებრივია და ღონისძიების ნაწილი მხოლოდ, ხომ? გახსენება, საუბარი, ალბათ სცენიდან, დარბაზიდან როგორ მიმდინარეობს აი ეს პროცესი რომ ამ ეტაპზე პირველი კონცერტი ჩატარდა გუშინ აი დასკვნით იქნება ხვალ და ხვალ ნუცა სიტყვით ანუ წარადგენს ფესტივალს თვითონ და რამდენი როგორც აღნიშნა ნუცა მცირე ძალიან მცირე რაოდენობა იქნება მონაწილე მოსწავლეების და დასკვნით აი როდესაც დასრულდება ახლა არც შეიძლება რამდენად საჭირო რომ ვამბობდი მაგრამ შემდეგ იქნება მათი გახსენება ვიზუალურად უკვე ფონოგრამით წარდგებიან და ვიდეო კოლაჟიც იქნება და ცოცხლად ნამდვილად
ნახავთ არის ჩანაწერები იშვიათია სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან მორიდებულები იყვნენ და ისეთი აი თავდაბლები იყვნენ საოცრად. თუმცა საბედნიეროდ არსებობს ხომ ჩანაწერები. არის. მცირე რაოდენობით, მაგრამ არის. მადლობა მინდა გადაუხადო აი ყველა მონაწილეს. იმიტომ რომ ფაქტიურად აი მე ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ორგანიზატორი. ნუცა აი ყველანი ერთ ორგანიზატორები ვართ, იმიტომ რომ ერთი ჩართულობა იყო და განსაკუთრებით რასაკვირველია რექტორს მადლობა რომ აი ეს გვერდში დაგვიდგა და გოგოები რომ ჩამოვიდნენ აი იოლი არ არის ხა მოგეხსენებათ თან ისეთი გრაფიკი აქვთ მათ რომ კონცერტები აქვთ ხშირი და ესე რომ გამონახო დრო და ჩამოხვიდე არ არის ესე იოლი და საკმაოდ რთული ნაწარმოებებით წარდნენ და ხვალაც წარდგებიან და აი ყველას დიდი მადლობა და დიდი მადლობა ნანდეიდას და გოგიბიძიას რომ არსებობდნენ რომ აი ესე აი ცხოვრება რო გვახსენდება რაღაცა სულ ბედნიერების შეგრძნება მოდის და უნაიდან მრავალი მოსწავლე ხავთ აღზრდილი ხავთ ნანას და ბატონ გიორგის შესაბამისად უნდა ვიმედოვნოთ ის რომ ეს ფესტივალი გაგრძელდება აუცილებლად და ვიხილავთ დანარჩენ მოსწავლეებსაც სცენაზე და მათ მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს. ამ ხრივ როგორია გეგმები ამის შესახებაც თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. იცით რა ვიცი საერთო თუ მოგცემს საშუალებას მე ვიტყვი უბრალოდ ეს აუცილებლად გასაჟღერებელია რომ ქალბატონი ნანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩემსრულებელიც და მან საბედნიეროდ არსებობს ჩანაწერები ის მუშაობდა არა მხოლოდ კლავირებზე, ის პარტიტურებზეც მუშაობდა და ის ქმნიდა ისეთ საკლავირო ვერსიებს, რომელიც იყო უნიკალური. ეს იქნებოდა სტრავინსკის ვალეტები თუ სხვადასხვა უკიდეგანო განათლების მუსიკოსი და მისი დამოკიდებულებაც იყო ესეთი საგანმანათლებლო. ჩემი აზრით უნდა გაიზარდოს ამ ფესტივალის მასშტაბი და აი ეს მთელი მემკვიდრეობა, რაც მან დატოვა, არსებობს ხო გეუბნებით ის უნიკალური მისი დაკრულის ჩანაწერები, რაც მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობა. შემდეგ მისი პედაგოგიკის საფუძვლების, მახსოვს რომ თავის მცირე გამოკვლევებს წერდა. აი ეს ყველაფერი გამოსამზაურებელია, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმაზე, რომ ჩვენ საუბრობთ ქალბატონი ნანას სკოლაზე, ამას ცოტა თეორიული დასაბუთებაც დასჭირდება იმისთვის, რომ სწორად გადავცეთ მომავალ თაობას და არ შესწყდეს მხოლოდ ეს მის მოწაფეებზე. აი ეს ეტაპი გასავლელია და აუცილებლად გასაკეთებია. ჯერ ძალიან მწვავე იყო, ჯერ ძალიან მტკივნეული იყო ეს პერიოდი და ეხლა უნდა დავიწყოთ უკვე აი ამ ყველაფერზე მუშაობა და მაიასთან ერთად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება, იქნება უფრო წარმომადგენლობითი და უფრო მასშტაბური. კიდევ ერთხელ ჩვენი შეხვედრის ბოლოს რომ შევახსენოთ მაყურებელს, როდის და რომელ საათზე იმართება ღვაწლმოსილი პროფესორების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ხვალ 12 მარტს საღამოს 7 საათზე ეს იქნება დასკვნითი საღამო, ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და ასევე გავაჟღერებ ქალბატონი ნანას დაბადების დღის თარიღს. 14 მარტს მისი დაბადების დღე იყო და დაახლოებით დავუკავშირეთ აი ამ დღეს. არ დაგვაუწყდეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოხდება ეს. 5 წლის ხდებოდა, სხვა გახდებოდა უფრო სწორად. საიუბილეო წელი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის დაგემშვიდობებით. ფესტივალის დამფუძნებელი მე ვიოლინე მაია ჯანჯღავა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნუცა კასრაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.